იმ ფილმების ავტორს, რომლის დიალოგებსაც მთელი საქართველო ციტირებდა, ბავშვობიდან განესაზღვრა პროფესიული არჩევანი. 20-იანი წლებიდან დღემდე არავინ კამათობს. ნიკოლოზ შენგელაიამ და ნატო ვაჩნაძემ ქართული კინოს ბედი გადაწყვიტეს. გადაღებებზე გატარებული დღეები და მშობლებთან ერთად გავლილი გაჭირვების ყველა ეტაპი. ელდარ შენგელაიასთვის, ისე როგორც მისი ძმის შემთხვევაში, კინო გახდა ის ინსტრუმენტი, რომელმაც გაარღვია სივრცე და რომელმაც საკუთარ თავში ჩაახედა მაყურებელი. ჩემი იდეალია, როცა ადამიანები მიდიან ზევით და წინ და ერთ ადგილს არტკეპნიან. წერს ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი, რომლის შემოქმედებითი გზა და პირადი ცხოვრება ხმაურით, ტრიუმფებით და ტრაგედიებით არის სავსე. რამდენიმე წუთში სხვა შუა დღის მთავარ როლში, დაუვიწყარი მთავარი როლების შემქმნელს ელდარ შენგელაიას შეხვდებით. პირველ რიგში მივესალმებით სხვა შუა დღის მაყურებელს და სიამაყით, როგორც თავად ნახეთ აი ამ ვიდეოში გავუწყებთ, რომ დღეს ჩვენი სტუმარი არის მართლაც რომ გენიალური რეჟისორი ბატონი ელდარ შენგელაია, რომელსაც 80 წლის იუბილე ექნება 26 რიცხვი და მიხარია რომ ესეთი იუბილარი ჩვენთან სტუმრად იმყოფება. გადავინაცვლოთ მასთან. სხვა შუა დღის მთავარ როლში ბატონი ელდარი. გამარჯობა სალამი ბატონო ელდარ. გამარჯობა. სალამი, ძალიან დიდი მადლობა რომ ეს ჩვენი სტუმარი ხართ. იმიტომ რომ 26 იუბილე გაქვთ, ხო შეიძლება გავაჟღერო თქვენი ასაკი? 80 წლის ხდებით და განსაკუთრებულად ხდება ამ დღესთან. იქიმდენი სტუმარი იქნება. არა ვარ, ამიტომ. იქიმდენი სტუმარი იქნება, შეიძლება ჩვენთვის არ გეცავთ და ჩვენ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ადრე დაგვემარტოვებინეთ და მოგველოცეთ თქვენთვის. ესე იგი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 26 იანვარს თქვენს დაბადების დღეზე შედგება არაჩვეულებრივი გამოფენა. ძალიან საინტერესო, იქ იქნება თქვენი მშობლების, თქვენი ძმის პირადი ნივთები გამოფენილი, საუკეთესო კადრები ფილმებიდან, რაღაც ფოტოსურათები, ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იქნება და რაღაცა მგონია რომ დაუვიწყარი ისეთივე შთამბეჭდავი და დაუვიწყარი, როგორც ყველა თქვენი ფილმია. ბატონო ელდარ, რამინდა კითხოთ, ახლა წინა სიტყვაობაში, რომელსაც ძიმა ახმოვანებდა, იყო ესეთი სიტყვები, ნათქვამი, რომ თქვენი ბედი წინასწარ იყო, ანუ კინემატოგრაფში თქვენ მოსვლა თქვენი წინასწარ იყო თითქოს გაწერილი, იმიტომ რომ ვიყავით დიდი ნიკოლოზ შენგელაის და დიდი ნატო ვაჩნაძეშვილი. მართალია ეს თუ უბრალოდ ეს ხატოვანი სიტყვებია? აი რატო უნდა წასულიყავით აუცილებლად კინოში? სიმართლე გითხრათ, რომ მე სკოლის პერიოდში არ ფიქრობდი ამ გაგრძელებას, იმიტომ რომ საერთოდ დედაჩემი იყო წინააღმდეგი. და რატომ ეგეთი? იმიტომ რომ იმ პერიოდში სტალინმა თქვა ესეთი ფრაზა, რომ რუსულად თქვა, რომ ლუჩი мало, но хорошие фильмы. ანუ ძალიან ცოტა ფილმები იღებოდა. თქვენთან ქართულ ფილმში წელიწადში 1-2 ფილმი იღებოდა, ხანდახან საერთოდ არ იღებოდა. და ერთგვარად მე რო წასულიყავ ამ გზით, ვიქნებოდი უმუშევარი. ასე ფიქრობდა დედა. დედა ჩემი. და ამიტომ აირჩიეთ თქვენ ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი? აი ამიტომ რა ეს მშობლების ესეთ სტალინის ამბავია. სტალინთან ძალიან მეგობრობა ჰქონდა. სტალინმა მაშინ დაიწყო ჰიდროტექნიკური მშენებლობები ძალიან დიდი და ახლა ჩვენ ახალგაზრდები ბავშვები ვიყავით და თითქმის მთელი კლასი შევედით ჰიდროტექნიკურზე. მე ვისწავლე იქ 9 წელიწადი, მე მივხვდი რომ ეს ჩემი საქმე არ არის. დროულად. მაგრამ იცით ახლა როგორ არის? ახლა როცა აბარებენ აბიტურიენტები, უკვე ნათესავები, მეგობრები, მშობლები, მაშინ ასე არ იყო. ჩვენ თვითონ მივიდიოდით, არავინ არ წამოყვებოდა. ჩააბარებდი. არ ჩააბარებდი. და გნებოდათ რომ წამოყოლოდათ მშობლები, ესეთი მშობლები, რომელსაც ყველა ეთაყვანებოდა, გსურდათ რომ წამოყოლოდნენ? არც სურვილი. ჰიდროტექნიკურში ალბათ არა. არა, რატომ სხვა ადგილებს ასეთ შემთხვევაში? მქონდა, იმიტომ რომ სულ ვიყავი ნატო ვაჩნაძეშვილი. ხო, ძნელია. გიორგი ჩემი ძმა გახდა მსახიობი, მე ვიყავი გიორგი შენგელაის ძმა. ხო, რა ცუდია ეს, რა ცუდია. ის გახდა ძალიან ცნობილი მსახიობი, ვიყავი მისი ქმარი. ბატონო ელდარ, სულაც არ არის ეს ცუდი, ჯერ ერთი და მეორეც ერთი. აი თქვენ თქვით რომ დედა იყო წინააღმდეგი. მიუხედავად ამისა, მე ამოვიკითხე რომ დედას ხშირად დაყავდით, თქვათ რაღაც დახურულჩვენებებს და ერთი ისტორია, როდესაც მე მგონი დისნეის მულტფილმის ჩაბარება იყო, მოგვიყევით ეს ისტორია და რომ არ უნდა გაგეცინათ. არა, იცით რა იყო, ეს პერიოდი იყო, როცა კოსმოპოლიტებს დევნიდნენ, ესეთი კომპანია იყო სტალინის პერიოდში და
მე არ ვიცი ახლა რო დედაყვებოდა იქ პარტკომი იყო ერთი რაღაც გვარი ქონდა და იმას დაურეკეს იმან თქვა რომ კოსმოპოლიტები არა ნაციონალისტები რამდენიც გინდა იმდენი ყავს არა კოსმოპოლიტები გინდა ანუ მე ჩამოვიდა კომისია და ვერაფერი ვერ ვნახდა მე მიადგენ ჩვენ მულტიპლიკაციას და დედამ წამიყვანა დამსვა ესეთი სავარძლები იყო იმის უკან და მითხრა რომ მე არ მენახა დისნეის საერთოდ და მითხრა რომ ესო ძალიან სასაცილოა მაგრამ არასოდეს არ გაიცინო